მარკო რუბიო ადგილზეა, სერგეი ლავროვი ჯერ გზაში. ორწლიანი პაუზის შემდეგ ამერიკისა და რუსეთის პირველი დიპლომატები კვლავ შეხვდებიან. გარღვევა არ იქნება, პროცესი არ არსებობს. ამ განცხადებებით ცდილობს სიფრთხილის გამოჩენას ვაშინგტონი. ფრთხილობენ მოსკოვშიც, თუმცა უცვლელი რიტორიკით. საუდის არაბეთში გაფრენამდე სერბ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერიტორიული დათმობების შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა. ტერიტორიული დათმობების შესახებ რაიმე აზრი გსურთ არსებობდეს? დათმობა ვისთან? საუბრობთ რუს ხალხზე თუ იშვიათ მეტალებზე? ტერიტორიული დათმობა რისთვის, რომ რუსები ისე გაანადგურონ იქ, როგორც ეს კურსკში ან რუსეთის სხვა ადგილებში ხდება? როდესაც პარტნიორებთან მივდივართ, პირველ რიგში მიზნად გვაქვს მათი მოსმენა. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები შეთანხმდნენ უკან მოიტოვონ ამ ორ დიდ ქვეყანას შორის არსებული წარსული ურთიერთობები, როდესაც ისინი საერთოდ არ საუბრობდნენ. დიალოგი უნდა აღდგეს ყველა იმ საკითხზე, რომლის დარეგულირებაშიც ამერიკა და რუსეთია ჩართული. იყო ნახსენები უკრაინის საკითხიც, ასევე ახლო აღმოსავლეთის და სხვა რეგიონებიც, სადაც ამჟამად ვითარება არაა მშვიდი. მოვუსმენთ ჩვენს ამერიკელ თანამოსაუბრეებს და მზად ვიქნებით ვუპასუხოთ. შემდეგი დღეები და კვირები გვაჩვენებს თუ რამდენად სერიოზულია ეს ყველაფერი. ერთი სატელეფონო ზარი მშვიდობას ვერ მოიყვანს, მით უმეტეს ისეთ კომპლექსურ ომში, რომელსაც თვალს ვადევნებთ. მაგრამ დონალდ ტრამპი მართლაც ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ამ პროცესის დაწყება. სხვებმაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ეს პირველი ნაბიჯებია გრძელ გზაზე, რომელიც ერთი ზარით ან ერთი შეხვედრით ვერ გადაწყდება. სამუშაო ბევრია. მაგრამ ეს გრძელი გზა პირველი ნაბიჯით იწყება. არ მგონია გეოპოლიტიკაში ვინმეს რომ უნდა ენდოს, ყველაფერი უნდა გადამოწდეს ქმედებით. მე არ ვიცნობ ტრამპზე უკეთეს მომლაპარაკებელს ამერიკულ პოლიტიკაში. ვფიქრობ ის მალევე გამოიტანს დასკვნას. სერიოზულია ეს ყველაფერი თუ დროის მოგებისთვის კეთდება. პროცესი ჯერ არ არსებობს. როდესაც რეალური საუბრები წავა, უკრაინა მასში უნდა იყოს ჩართული, რადგან სწორედ იქაა შეჭრილი რუსული ჯარები. ჩართული უნდა იყოს ევროპაც, რადგან რუსეთს ეს სანქცირებაში ძალისხმევა სწორედ ევროპამ გაიღო. რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ამერიკელი დიპლომატის თანმხლები პირები იქნებიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი და ახლო აღმოსავლეთში შტატების სპეციალური წარმომადგენელი. რუსეთის პირველი დიპლომატი კი საუდის არაბეთში საგარეო საკითხებში ვლადიმერ პუტინის მრჩეველით და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელით ჩადის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიო გახადა, რომ რუსეთთან განყენებულ მოლაპარაკებებს გეგმავდა, თუმცა უკვე საერთო მაგიდაზე უკრაინის ჩართულობას ნათლად ხედავს. ვოლოდიმირ ზელენსკი ლავროვი რუბიოს შეხვედრის ადგილიდან არც ისე შორსაა. ამჟამად აბუ-დაბიში იმყოფება. 4 შაბათისთვის კი საუდის არაბეთში გეგმავს ჩასვლას. დაზუსტებით არავინ იცის, შეხვდება თუ არა ის ადგილზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს, თუმცა თავად დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრის აქტიურ სამზადისშია. ამბობს, რომ ეს მალე მოხდება. კითხვაზე ელის თუ არა ზელენსკის ჩართულობას პროცესში პასუხობს. დიახ, ის იქნება ჩართული. მარკო რუბიოს დილით ვესაუბრეთ, ჩვენ წინ მივიწევთ, ვცდილობთ მივაღწიოთ მშვიდობას რუსეთთან და უკრაინასთან და ამაზე ძალიან ძლიერად ვმუშაობთ. ეს ომია, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო. მე ვფიქრობ, პუტინს სურს დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები. ჩვენ გრძელი და ძლიერი საუბრები გქონდა. თუ ის გააგრძელებს ომს, ემს ჩემთვის დიდი პრობლემა იქნება. ეს ვერ უნდა მოხდეს, მათ სურს სწრაფად დაამთავრონ ომი, ზელენსკისაც და პუტინსაც. და რა როლი ექნება ამ ყველაფერში ევროპას? ახლო აღმოსავლეთის პარალელურად აქტიური დისკუსიები იწყება ევროპის მიწაზეც. პარიზში მასპინძლების გარდა გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთის, იტალიის, დანიისა და ბრიტანეთის ლიდერები საგანგებო საუბრებისთვის ემზადებიან, რომელმაც კონტინენტის უსაფრთხოებაში მათი სამოქმედო გეგმა უნდა განსაზღვროს. ეს კი მას შემდეგ, რაც რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებში ევროპისთვის ადგილი ვერ მოიძებნა. ევროპაში ახლა ერთობის ქარი ქრის ისეთი, რომელიც ალბათ კოვიდის დროსაც კი არ გვიგრძნია. ჩვენ ერთიანები ვართ პარიზშიც, მიუნხენშიც და ახლაც ასე იქნება. რესპუბლიკის პრეზიდენტი ევროპის მთავარ ერებს ერთად შეკრებს, რათა ვიმსჯელოთ ევროპის უსაფრთხოებაზე. ეს არ არის ვინმეს განცხადების საპასუხო შეხვედრა. ევროპელები ისედაც ხვდებოდნენ სხვადასხვა საკითხზე. ესაა სამუშაო შეხვედრა მთავრობების ხელმძღვანელებსა და პირველ პირებს შორის. ამერიკა ევროპელებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ასევე სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინაში მშვიდობის გარანტიებზე პასუხისმგებლობის აღებას თხოვს. ცნობილია შეკითხვებიც, რომლებიც ვაშინგტონს ბრიუსელთან აქვს, კერძოდ, რას ნიშნავს ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტია, რომელი ევროპული ქვეყანა იქნება მასში ჩართული არის თუ არა ის მზად გაგზავნოს საკუთარი ჯარები უკრაინაში და სად ხედავს მათ ადგილს. ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვს დიდ ბრიტანეთს,
რომლის პრემიერ-მინისტრმაც საჯაროდ პირველად თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მზად არის იქ სამხედრო ძალები გაგზავნოს, თუ სამშვიდობო შეთანხმება შედგება. ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ ვართ იმგვარი გამოწვევის წინაშე, რომელიც შეიძლება თაობებს არ ჰქონდეთ. მთავარი საკითხი კი უკრაინის მომავალია. ჩვენ უკრაინა უნდა დავაყენოთ რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში. ამასთან უნდა დავწმუნდეთ, რომ მშვიდობა გრძელვადიანია. ეს არაა მხოლოდ უკრაინის ფრონტის ხაზი, ეს ევროპის ფრონტის ხაზია. ვფიქრობ, მეტი უნდა გავაკეთოთ, ფეხზე უნდა დავდგეთ ევროპის კოლექტიური პასუხით. მე ამაში ვგულისხმობ ჩვენი მხრიდან სრული როლის შესრულებას უკრაინის თავდაცვისა და სუვერენობისთვის, თუ მოხდება სამშვიდობო შეთანხმება. დიპლომატია აჩქარებული წამზომით ამუშავებულია, თუმცა ვიდრე იგი შედეგს გამოიღებს, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. უკრაინულ რეგიონებზე თავდასხმები რუსეთმა დღესაც განახორციელა. კიევი დრონებით თავდასხმას აგრძელებს რუსეთის ტერიტორიებზე. კიევის ცნობით, რუსეთთან ომში უკრაინამ 46,000 ჯარისკაცი დაკარგა, ათობით ათასი კი დაკარგულად ითვლება. 350,000 აჭარბებს დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი.